ჩვენ გაკეთე? ჩემიო. ჩემი ზიხარ. ერთი და დიდი ტაკო კაია. სანდრო ცოტა ხნით პენსიაზე გავუშვი, ამიტომ დღეს მე მოგიმზადებთ კრევეტის ტაკოს მანგოს სალსათი. პირველ რიგში თმა მოვაშოროთ აქაურობას, რომ მანგოს სალსას მაგივართ. თმიანი სალსა არ გამოგვივიდეს. უცებ საჭმელს რო ვაკეთებ და თმის აწევა და დებიულად შეკრა რომ მინდა, მაშინ რატო გამოდის ლამაზი და როცა ნამდვილად მინდა, მაშინ რატო გავარ სელაპს. სანდრო სათვალეც მოუყარე, ამიტომ ახლა ნამდვილად დავიწყოთ. პირველ რიგში ავიქეცოთ მკლავები, რომ ესეც არ ჩავყოთ არაფერში. აუცილებლად გვჭირდება ხელთათმანები, იმიტომ რომ ხელთათმანების გარეშე საჭმელს ვერ ვაკეთებ რაღაცნაირად მაღიზიანებს. თქვენ როგორ ხართ და Okay, თქვენ როგორ ხართ დაწერეთ კომენტარებში. ესეც ორი. ესეც ჩვენი კრევეტები და მოდით ჯერ გავარჩიოთ. ჰოპნა. ესე. თან ახლა პარალელურად სასოწარკვეთილ დიასახლისებს ვუყურებ, საჭმელს რომ ამზადებან სახს ვალაგებ. შანსი არ არის, რამე ჩართული რო არ მქონდეს. თქვენ როგორ ხართ დაწერეთ კომენტარებში, მე პირადად უეჭველი რაღაც მაქვს ჩართული, ვუსმენ მაინც თუ ვერ უყურებ და უფრო პროდუქტიულად ვაკეთებ საქმეს. დავუმატოთ ზეითუნოს, მარილოს, პაპრიკოს, ცოტა ნიურის ფხვნილიც, ასევე დავუმატებ ცოცხალ ნიურსაც, აი ერთი ჩაის კოვს. ეს ყველაფერი კარგად ამოვურიოთ, რომ გაიჟღინთოს სუნარები კრევეტებში. ახლა კი გადავაკრათ პარკი და შევინახოთ მაცივარში, მანამდე კი მივხედოთ მანგოს სალსას. დაგვჭირდება მანგო ერთი ცალი, მაგრამ მე 2 წელს გავაკეთებ, იმიტომ რომ ყველისთვისაც მინდა ისეთი გემრიელია ეს მანგოს სალსა. აი რბილი და მწიფე უნდა იყოს. საჭმლის მომზადების დროს ვინც თან ინგრედიენტებს არ ჭამთ, აბა რა საკეთებს მათქი და მანგოს ესეთი ხმა უნდა ქონდეს. მანგოს კანი მოვაცილოთ. სანდროს მივწევ შეჭამოს ბოლომდე. ხო და კიდევ ერთი ციკი მოქვს რომ მომზადების დროს იმდენ ქალს ხმარობ, ყოველ წამს აი გეკონება არ ვიცი. ახლა ავიღოთ და ჩვენი მანგო დავჭრათ პატარა კუბიკებად. აი რომ დაგანახოთ ესეთ კუბიკებად და გადავიტანოთ. ახლა კი დავჭრათ ბულგარულოს, წითელს. ბულგარულსაც ზუსტად იგივენაირად წვრილად დავჭრით. თან ნახეთ როგორი ფერადი გამოდის ჩვენი სალსა. როა ცოტა სიცხარე შემოვიტანოთ და ჰალაპენიოს დავუმატებ, რომელიც უზომოდ უხდება. ახლა დავუმატოთ კინძი, რა თქმა უნდა. ჩავყაროთ. ახლა დავუმატოთ ნახევარი ლაიმი, ჩავაწუროთ მარილოს და ეგ არის ჩვენი მანგოს სალსაც მზად არის. შეხედეთ როგორი ფერადია, რა სილამაზეა. კრევეტს სულ რამდენიმე წუთი ჭირდება, ამიტომ მანამდე გადავალოთ ჩვენს ბოლო ნაწილზე, რაც არის ავოკადოს კრემი, ან ავოკადოს соуსი. დაგვჭირდება ერთი ავოკადო, ჩავაგდოთ ჩოპერში, ასევე 2 კვილი ნიორი, მე 1 ჩაის კოვს ნივრის პასტას გამოვიყენებ. კინძი, აქაც ერთი ლაიმი გვინდა, კარგად ჩავაწუროთ. და ცოტა მარილი. ახლა ეს კარგად დავაბლენდეროთ. ჩვენს ავოკადოს კრემის მასას დავუმატე 1 სუფრის კოვზი ბერძნული იოგურტიც და აი ასეთი მწვანე მასა მივიღე. მჟავე და ძალიან ცოცხალი გემო გამოვიდა. რითიც უნდა ავაწყოთ ჩვენი ტაკო მზად არის მანგოს სალსა და ავოკადოს соуსი. დაგვრჩა კრევეტის შეწვა, რომელსაც 2 წუთით ტაფაზე თითო მხარეს შევწვა და დაგიბრუნდებით. ჩვენი კრევეტებიც როგორც იქნება მზად არის, ნუ ეს 3 წუთში გამზადდა. ახლა კი ავაწყოთ. ტაკოების პატარა ტორტილები არ მქონდა და მაგის გაკეთების თავიც არ მქონია, ამიტომ დიდი ტორტილა გვექნება და შესაძლოა ერთი დიდი ტაკო გამოვა. წავუსვათ ავოკადოს კრემი. შემდეგ მოვაწყოთ ჩვენი კრევეტები. ხო დროა მანგოს სალსა ეს ზემოდან ლამაზად მოვათავსოთ. აი, ნახეთ უბრალოდ რა გემრიელად გამოიყურება. მე ამას გადავუკეცავთ. ეხლა რამდენად ტაკოს დაარქმევთ ამას? არ ვიცი, მაგრამ ვრეპი გამოვიდა რა და ამას გადავუკეცავთ და ესე შევჭამთ. სანდრო, მოდი. არ გასინჯო. არა, საჭმელი გავუკეთე. მოდი, აი, აიღე. მოკრეთ ხალხო, დიდი ტორტილა რო მქონდა. დიდი ტაკოც არ გამოვიდა. ამიტომ გამოვა დიდი ვრეპი. რა გამომიჩაჭ? პატარა ტაკოზე ძალიან кайფებოდა. ეს გაიყიდებოდა 50. ჩვენ გაკეთე? ჩემიო. ჩემი ზიხარ. ნუ ჭუჭუს. დამიწერეთ კომენტარებში რამდენი ქულით შეაფასებდით ესე შორიდან ჩემს კერტს 1-დან 10-მდე. თქვენ კი ვინც ცდით ამ რეცეპტს, აუცილებლად გამოიყენეთ პატარა ტორტილები, უბრალოდ მე არ მქონდა, დიდი მქონდა და ის გამოვიყენე. კარგად.